ამბასადორიალის მონაწილეები სასტუმრო რედისონში 3 დღის განმავლობაში საქართველოს საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებს განიხილავენ და ქართული დიპლომატიის წინაშე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელებენ. პირველი სხდომა დღეს პრემიერ-მინისტრმა გახსნა, რომელმაც ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე, ასევე საქართველოს ნატოში ინტეგრაციის აუცილებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველო უნდა ეცადოს სხვა ასპირანტ ქვეყნებთან ერთად ნატოს გაფართოების შემდგომ ტალღაში აღმოჩნდეს. ნატოს წევრობა საქართველოს უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, გარანტია და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი ქვეყანა სხვა ასპირანტ ქვეყნებთან ერთად ნატოს გაფართოების შემდგომ ტალღაში აღმოჩნდეს. ჩვენს ქვეყანას თავისი წვლილი აქვს საერთაშორისო თანამეგობრობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. ამ მხრივ აღსანიშნავია საქართველოს მონაწილეობა ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში. ჩვენს ხელისუფლებას კარგად აქვს გაცნობიერებული თუ რამხელა პასუხისმგებლობა ამ მისიის შესრულება. საქართველოს მთავრობა ღირსეულ პატივს მიაგებს ავღანეთში დაღუპულ ჩვენს გმირებს. ივანიშვილმა აქცენტი თავის გამოსვლაში საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზეც გააკეთა. პრემიერის განცხადებით, რუსეთმა ქვეყნის სიღრმეში მართლმხლათები გადმოწია, რაც არ არის ადეკვატური პასუხი იმ პოზიტიურ ნაბიჯებზე, რომლებიც ბოლო დროს საქართველომ გადადგა. სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი დიდი ძალისხმევის მიუხედავად რუსეთმა კვლავ გადმოსცია მართლმხლათები ჩვენი ქვეყნის სიღრმეში, რაც ნამდვილად არ არის ადეკვატური პასუხი იმ პოზიტიურ ნაბიჯებზე, რომელიც ბოლო დროს ორ ქვეყანას შორის განხორციელდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვინარჩუნებთ სიმშვიდეს და კვლავ თანმიმდევრულად მივსდებთ ჩვენ მიერ დასახულ პრაგმატულ პოლიტიკას. მართლმხლათების გავლებისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე მოსკოვთან საუბარს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე მომდევნო ეტაპისთვის გეგმავს. აბაშიძე, რომელიც ამბასადორიალის ერთ-ერთი მონაწილეა, აცხადებს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასითა მოლაპარაკებები ამ ეტაპზე სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების დარეგულირებაზე მიმდინარეობს. აბაშიძის ვარაუდით, კარასინთან მომდევნო შეხვედრა სექტემბრის შუა რიცხვებისთვის შედგება. რა თქმა უნდა, ჩვენი ძალიან ის რაც ხდება ამ ადმინისტრაციულ საზღვრების მიდამოებში, ეს ჩვენ მემკვიდრეობად გვერგო წინა ხელისუფლებისაგან, წინა პერიოდის შედეგია 2008 წლის ომისა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამასაც ეტაპობრივად ნელ-ნელა მივხედავთ, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზგასით მინდა აღვნიშნო, ისევე როგორც ადრეც ყოველთვის ვაკეთებთ, რომ ეს იქნება რთული ნელი ხანგრძლივი პროცესი. ნატოში ინტეგრაციისა და რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე გაამახვილა ყურადღება საგარეო საქმეთა მინისტრმა. მაია ფანჯიკიძემ პრემიერის გამოსვლას მნიშვნელოვანი უწოდა და განაცხადა, რომ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ხელისუფლების მთავარ ამოცანად რჩება. ჩვენ დღეს პირველად მოვიწვიეთ აცეთ ღონისძიებაზე მთელი მთავრობა, პარლამენტის თავმჯდომარე და გარდა ამისა თბილისში აკრედიტირებული დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელები. პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული მოხსენება იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ჩემი მოხსენება, რომელიც ძალიან გრძელი აღმოჩნდა, იყო საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსისა და იმ ამოცანების შესახებ, რომელიც აქვს სამინისტროს. ეს არის ორი ძირითადი ამოცანა, საქართველოს პოლიტიკური კურსის გატარება და ამავე დროს ჩვენი შიდა ამოცანა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან შევქმნათ დასავლური ტიპის, ევროპული ტიპის სახელმწიფო ინსტიტუტი. ამბასადორიალს პარლამენტის თავმჯდომარე და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მთავრობის წევრების განცხადებით, დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანია, რადგან დიპლომატიური მისიები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე დეტალურ ინფორმაციას იღებენ. საგარეო პოლიტიკური უწყების ეს ღონისძიება ამბასადორიალში მონაწილეობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს გადაკვეთა თავდაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. ატაშატები, საელჩოები ერთობლივად მუშაობენ, რათა ჩვენი მიზნები და ამოცანები საგარეო პოლიტიკური იყოს წინ წაწეული. ნატოსთან ინტეგრაციის პროცესი და სხვა ჩვენი მონაწილეობა ნატოს მისიებში პრაქტიკულად ორივე მხრიდან, როგორც საგარეო, ასევე თავდაცვის მხრიდან ერთობლივად ხორციელდება. ძალიან მნიშვნელოვანია ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანება, ასევე საუბარი იყო
თითეული სამინისტროების მუშაობასთან დაკავშირებით ევროპულ ქვეყნებთან. მე მინდა აღვნიშნო ჩვენი სამინისტროს მუშაობა და ვიტყვი, რომ მისასალმებელია ყველაზე მეტი ინვესტიციები უცხოური ქვეყნებიდან ზუსტად ენერგეტიკის მიმართულებით მოდის და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ინვესტიციები კიდევ უფრო გაიზარდოს და კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს ჩვენი ქვეყანა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ძირითადი პრიორიტეტები, რომელიც გააჟღერა პრემიერ-მინისტრმა თავის გამოსვლაში, ისევე როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჩემთვის როგორც ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრისთვის ბუნებრივია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იყო ის გეგმები და ამოცანები, რომელიც კონკრეტულად ეხება ახლო მომავალში ევროკავშირთან და ნატოსთან მიმართებაში გადასადგმელ ნაბიჯებს. ამბასადორიალი თბილისში 4 სექტემბრამდე გაგრძელდება, ხვალ მინისტრთა კაბინეტის წევრებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების გამოსვლებია დაგეგმილი.